სადაც მივდივართ ქართველები ყველგან საქმეს ვაფუჭებთ. საელჩოსაც დიდად არც ვაწუხებთ, იმიტომ რომ მკვდარზე ვენოკი როლს ასრულებენ ფაქტობრივად. 2019 წელს გადავწყვიტე, რომ ჩამოსულიყავი პოლონეთში, დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, ლეგალურად და იმ დღიდან 2019 წლის 13 მარტიდან დღეს ჩათვლით მუშაობ ერთსა და იმავე ფირმაში, ერთსა და იმავე ქალაქში ვარ, ლეგნიცაში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ჩემთან ერთად ცხოვრობს საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ფაქტობრივად თავზაუზოგავად მუშაობდით და ვშრომობდით იმისთვის, რომ ჩვენი მიზნები მიგვეღწია, ჩვენი მიზნები, რაც ქონდა დასახული, სრულყოფილად გაგვეხორციელებინა და ფაქტობრივად ბევრი რაღაცა შევწელი. მადლობა მინდა უთხრა ამისთვის პოლონეთს, რომ მომცა შანსი, რომ ის გამეკეთებინა რისი ჩანაფიქრებიც მქონდა. თუმცა 2025 წლის ოქტომბერში თითქმის ყველაფერი შეიცვალა, რადგან ქარხანა, რომელშიც მუშაობდით, ეისბერგ პოლსკაში, რომელიც წარმოადგენდა შვეიცარიის საკუთრებას, შვეიცარიამ სამწუხაროდ გაყიდა და იყიდა პოლონურმა მაგნატმა გრინ ჰოლდინგმა, რომელსაც აქვს თავისი ქარხნები პოლონეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და ეისბერგის, უნგრეთისა და რუმინეთის განყოფილებები. რომ ვითომ განევითარებინა, უფრო მეტი ფული გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, და თავიდანვე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთვის დასაქმებულებისთვის არაფერი შეიცვლებოდა, სანერვიულო არაფერი გქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ნელა-ნელა უკვე გარკვეული იყო, იმიტომ რომ ცოტა შეკვეთები წაიღეს ჩვენგან. შემდეგ უკვე მოითხოვეს, რომ დაახლოებით 20 ადამიანი შეემცირებინათ, იმიტომ რომ ქარხანას უკვე აღარ ჭირდებოდა ამდენი ადამიანი. შემდეგ კიდევ მოითხოვეს, რომ კიდე გაეთავისუფლებინათ. ყოველთვის ჰქონდა ერთი კითხვა, რომ თუ არის რაიმე რისკი, რომ ქარხანა დაიკეტოს, შემცირებაში მოუყვეთ, მაგრამ რამდენი შევედი უფროსთან, ყოველთვის მეუბნებოდა ერთსა და იმავეს, რომ თომა სანერვიულო არაფერი არა გაქვს, ყველაფერი იქნება კარგად, უბრალოდ სპეციალიზაცია შეიცვლის ქარხანა, როგორც ცენტრალური ვარშავის ფილიალიდან გვეუბნებიან, სპეციალიზაცია შეიცვლის, სხვა რაღაცას ვაწარმოებთ, მაგრამ ყველაფერი იქნება კარგად. კარგი, სხვა რა გზა მქონდა, ველოდებოდით, იმიტომ რომ უბრალოდ აწეწვა აღარ გვინდოდა არავის, არც მე, არც ჩემს ოჯახს, არც იმ დანარჩენ ქართველებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ, რომ ადექი მოძებნეს სხვა სამსახური, გადადის სხვა სამსახურში, შეეგუე იმას ფაქტობრივად ნულიდან უნდა დაგეწყო. ის, რაც 7 წლის წინ დავიწყე და ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი. და გადავწყვიტეთ, რომ დავლოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 30 აპრილს უცებ ჩაინიშნა სხდომა, თათბირი და ვარშავის ცენტრალური გრინ ფაქტორის დირექტორმა გამოგვიცხადა, რომ სამწუხაროდ ლოკალიზაცია არ მოგწონს ამ ქარხნის, არ მოგწონს ასევე ის ინფრასტრუქტურა, საკმაოდ დიდი საოპერაციო ხარჯების გაწევა გვიწევს და სამწუხაროდ ვახდენთ ფირმის ლიკვიდაციას, ქარხანა იკეტება და სამწუხაროდ დაგემშვიდობებით. თავისთავად ყველანი ვიყავით შოკში, ბევრი ტიროდა, ბევრი განიცდის, ლოგიკურია, რომ მე 7 წელი ვმუშაობდი, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან 1992 წელს გაიხსნა ეს ქარხანა პოლონეთში, ეისბერგი და ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან 33 წლის განმავლობაში იქ მუშაობდნენ, მათთვის განსაკუთრებულად სტრესული და შოკური იყო ის ინფორმაცია, რომ წუხვართ ამდენი წელი იშრომე, ამდენი წელი იწვალე და უნდა დაგემშვიდობოთ, შენ აღარ ხარ საჭირო ჩვენთან. ჩვენთან თავიდან შეამცირეს 20 კაცობით, ბოლოს უკვე დარჩენილი ვიყავით 200 ადამიანამდე და აქედან 30-მდე ოჯახი, 30-მდე ადამიანი იყო ქართველი, რომლებისთვისაც ყველაზე მტკივნეული იქნება ეს ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენთვის, როგორც პოლონელებისთვის, როგორც უკრაინელებისთვის, სამწუხაროდ არ არის ისე მარტივად მოწყობილი ეს ლეგალიზაციისა და ახალი სამსახურის შოვნის პროცესი, როგორც ჩვენთვის. პირველ რიგში ყველაზე სარისკო არის ის, რომ 30 მაისიდან 31 მაისიდან დაახლოებით უკვე ქარხანაში მუშაობა შეწყდება, 22 მაისიდან უკვე დაიწყება გაშვებებზე ხელის მოწერა. ჩვენთან პერსონალთა საბჭოსთან კონსულტაციების მერე უკვე გადაწყდება რა და როგორ იქნება. კომპენსაციებს მივიღებთ, დავგვირდნენ, მაგრამ მთავარი კომპენსაცია არ არის. აქ არის მთავარი, რომ ჩვენ როცა ახალ დამსაქმებელს მოვძებნით, გვჭირდება გარკვეული პერიოდი. არ ვიცით ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, რომ ჩვენ მოგვივიდეს ეგრეთ წოდებული ზეზვოლენია ტიპია, რომ მივიღოთ დასაქმების უფლება. შეიძლება ეს გაიწელოს 3 თვე, 4 თვე, 6 თვე, არავინ არ იცის. აქედან გამომდინარე, პლუს ყველაზე დიდი პრობლემას რაც წარმოადგენს არის ის, რომ იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ ახლა, ლეგნიცაში, საკმაოდ ბევრი ქარხნებია, როგორც ვიცი, დაახლოებით 40-მდე ქარხანაა, მაგრამ სადაც დავრეკეთ, სადაც მიიღება ამ ეტაპზე, ქართველი არსად არ უნდათ. არ უნდათ, იმიტომ რომ არც ერთ დამსაქმებელს არ უღირს, რომ 6 თვე გელოდოს შენ, იმიტომ რომ 6 თვეში იმან თავად არ იცის, დაჭირდება თუ არა ამდენი ადამიანი, დაჭირდება თუ არა, რომ ვიღაცამ იმუშაოს საერთოდ, შეიძლება რისკი შეიქმნას და ის ქარხანას დაიკეტოს ისევე, როგორც ჩვენი ქარხანა დაიკეტა, ხო?
გარდა ამისა არის პლუს ზაფხულის სეზონია, სადაც ყოველთვის იკლებს შეკვეთები იმ ქარხნებში, რომელიც მდებარეობს ლეგნიცაში. ეს არის მანქანის ნაწილების ქარხნები და ავეჯის ქარხნები და ასე შემდეგ. ჩვენი ქარხანა იყო სტაბილურობის გარანტია იმ მხრივ, რომ კორონას დროსაც კი, როცა მთელი ქვეყანა ფაქტობრივად გაჩერდა, ჩვენი ქარხანა შეუჩერებლად მუშაობდა, იმიტომ რომ ვაწარმოებთ პროდუქციას, ვაწარმოებთ ბოსნეულის მიქს სალათებს ვაწარმოებთ, სალათის ფურცლებს ფუთავთ, რომელიც ყველასთვის აუცილებელია. საკვები პროდუქტი ყოველთვის აუცილებელია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა იმის გარანტია, რომ ყველაფერი იქნებოდა მაშინაც კი ღმერთმა დაგვიფაროს და ომი რო დაწყებულიყო, ჩვენ მაინც მუშაობას გავაგრძელებდით. თვითონაც უფროსოვაც ამას იძახდა, რომ გარანტია გვაქვს იმისა, რომ ყოველთვის ვიმუშავებთ, მაგრამ ერთ დღეს უცებ ყველაფერი დასრულდა. თავარ პრობლემად მაინც მიმაჩნია ის, რომ აქ ადამიანები ვართ, ბავშვებით ჩამოსული და ბავშვებისთვის ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ბავშვები, იმიტომ რომ თავიდან როცა ჩამოვედით, წამოვიყვანე, გადავწყვიტეთ, რომ წამოგვიყვანა შვილები, იქნება თუ ოჯახის წევრები. პირველი სტრესი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა ბავშვებისთვის ის შეგუების პროცესი, რასაც ქვია ახალ გარემოსთან შეგუება, ენასთან შეგუება, სკოლაში მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, გარდა ამისა იმ ფიქრებთან შეგუება, რომ იქ საქართველოში მათი საუკეთესო მეგობრები დატოვეს. ერთადერთი რაც არ უგეშებდათ იყო ის, რომ ოჯახთან ერთად იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ოჯახი ამ სტრესს ვერ მოგიხსნის. ახლა ზუსტად მაგის რისკი იქნება, რომ შესაძლოა ეს ბავშვები კვლავ იგივე რისკის ქვეშ დადგნენ, იგივე სტრესის ქვეშ დადგნენ, იმიტომ რომ ახალ გარემოსთან შეგუება მოუწევთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქალაქში სამუშაო არ არის, თავისთავად უნდა შევიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. თუ ესეც მოხდა და მოგვარდა პრობლემა და შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, თავიდან უნდა დაიწყონ შეგუება გარემოსთან, თავიდან უნდა დაიწყონ ბავშვებთან შეგუება. არავინ ვიცით, როგორ გარემოში მოხდებიან, როგორ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებთანაც ჩავლენ. აქედან გამომდინარე, ძალიან მტკივა, მე პირადად ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ მარტო ჩემი ოჯახი არ არის აქ, ძალიან ბევრი ქართველია და გარდა ამისა, რომ ჩვენს ქარხანაში არის ახლა ეს პრობლემა, შესაძლოა ხო, ნებისმიერ ქარხანაში, ნებისმიერ ქართველს შეექმნას პრობლემა და ეს არის გამოწვეული ზუსტად 50-50-ზე ვიტყვი. ერთი არის 50% ხალხის ბრალია, იმიტომ რომ როგორც ფაქტია, სადაც მივდივართ ქართველები ყველგან საქმეს ვაფუჭებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ოჯახი პირნათლად პატიოსნად მუშაობდა ყოველთვის, მაგრამ იმ სხვა ცუდი ქართველის, ძალიან მტკივა ამასაც რო ვიძახი, ცუდი ქართველი, მაგრამ გაფუჭებული საქმე უკვე ჩვენზეც გადმოდის და ძალიან მტკივნეულია ეს. გარდა ამისა, ჩვენი მთავრობიდან გამომდინარე, კიდე ფიქრობ, რომ კიდე კარგ პირობებში ვართ აქ, რასაც ისინი აკეთებენ და რასაც ისინი ლანძღავენ გინდა პოლონეთს, გინდა ევროკავშირს. კიდევ გვაძლევენ რაღაცის შანსს, მაგრამ გარანტია არაფრის არ აქვს, იმიტომ რომ როგორც მიდის მოლაპარაკებები, ახლა შეიძლება ეს ძესბოლენია ტიპი ამოიპოვო, მაგრამ მოგიწევს ვიზის აღება, რომელიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უნდა ჩახვიდეთ საქართველოში, ან მოგცემენ ვიზას, ან არ მოგცემენ და ფაქტობრივად, როგორც ბავშვი, ისე ზრდასრული ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ. დაბრუნებას ყოველ შემთხვევაში საქართველოში ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ჩემს თავს საქართველოში უკვე 7 წელი არ არის პატარა დრო, რომ დაბრუნდე. ფაქტობრივად ჩემი ადგილი იქ აღარ არის, ჩემი ადგილი ვიღაცამ დაიკავა. გარდა ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული უნდა იყო მართველი პარტიის მხარდამჭერი და ვერ დაუჭერ იმ პარტიას მხარს, რომელიც ჩვენს მომავალს კლავს. შესაბამისად, მე იქ ჩემს მომავალს და მით უმეტეს ჩემი მშობლებისა და ჩემი ოჯახის მომავალს იქ მე ვერ ვხედავ. აქედან გამომდინარე, ანალოგიურად საელჩოსაც დიდად არც ვაწუხებთ, იმიტომ რომ მკვდარზე ვენოკი როლს ასრულებენ ფაქტობრივად. მით უმეტეს თუ იციან, რომ შენ არ წარმოადგენ მათ მხარდამჭერებს, არ ხარ მათი მომწონებელი, თავისთავად შანსი იმის, რომ ვიღაცამ რაღაცაში დაგეხმაროს, არის ნულსვევით და ფიქრობ, ისე ინდივიდუალურად ქართველებმა უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ფიქრობ, რომ მოვიძიოთ უფასო იურიდიული კონსულტაციები, რომ ამ პერიოდში, სანამ ჩვენ საბუთი მოგვივა ახალი სამსახურის ზებნის პროცესში, რომ ლეგალიზაცია შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ არ მსურს რომ დავბრუნდე საქართველოში, თუნდაც იმ 3 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხარჯია და რო ჩამოხვალ აქ უფულოდ ისევ თავიდან ნულიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. ფიქრობ, რომ ვიღაცა გამოჩნდება იურიდიული პირები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ დაეხმარონ იმ ქართველებს, რომლებსაც ჭირდებათ ეგრეთ წოდებული იურიდიული კონსულტაციები, იურიდიული დახმარება ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.